არეალი არის მრავალმხრივი სივრცე, სადაც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე ვამახვილებთ ყურადღებას. მე გვანცავარ ლაღიძე და დღეს არეალში ელჩია. აქ საუბრობთ ქართველებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ქმნიან წარმატებას და საქართველოს კულტურულ ღირებულებებს სწორად აცნობენ მსოფლიო აუდიტორიას. დღევანდელი რუბრიკით თბილისის ძველი უბნიდან ვინაცვლებთ ლონდონის არტ ქუჩაზე, ბრიკ ლეინზე, სადაც ოლიკო დავითაია გვხვდება რესტორნით აბარა. აბარას დამფუძნებელი ოლიკო დავითაია გვერდება პირდაპირ ლონდონიდან. მოგესალმებით ოლიკო, ძალიან მახარებს შენთან შეხვედრა და ამარაჩვეულებრივი გარემოს აღქმა, საიდანაც გვერდები. უკან ძალიან დიდი ისტორიაა შენ ფონზე, რომელსაც აუცილებლად ვიკითხავ, რას გულისხმობს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა შენი დროისთვის, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში. თამამად შეიძლება ითქვას. როგორ გრძნობ თავს არეალში ლონდონიდან ავთენტურ თბილისში? პირველ რიგში მადლობა შენ. ცოტა ნერვიულობ, მადლობა შენ მართლა ძალიან გამიხარდა რომ შემომთავაზე ესეთი რაღაცა და თავს გრძნობ გარდასარევად. ეს არის მთავარი. ჩვენც არაჩვეულებრივად ვგრძნობთ თავს, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს ვაშუქებთ და ვამაყობთ იმ საქმიანობით, რომელსაც გვთავაზობს ამჯერად ოლიკო დავითაია. როგორ დაიწყო აბარას ამბავიკო? როგორ შეიქმნა მეგობრული, ოჯახური, ხარისხიანი და გემრიელი გარემო? რამდენი კომპლიმენტი ვიღებ. Right, okay, ძალიან გრძელი ისტორია, რადგან ბოლო არ გვაქვს, მეცდები რაც შეიძლება მოკლედ მოვყვან. ჩამოსვლის დღიდან ყოველთვის ვიჭერდა მუშაობა ჰოსპიტალიტი ბიზნესში, ანუ სასტუმროები, რესტორნები და რამდენიმე წლის მერე უკვე მივხვდი, რომ სულად აღარ მინდოდა სხვა ქვეყნის კულინარიის, ანუ ვიდეოების, გემოების დარეკლამა. ანუ მთელი შენი სამსახური არის ის, რომ თქვათ ვიღაცას უჩვდი და ელაპარაკები და აყიდინებ რაღაცა პროდუქციას, რომელიც შენი ქვეყნის არ არის. ეს ერთი მიზეზი, რომ ამ საკითხს კარგად ვაკეთებ და ვაკეთებ სხვისთვის, თუნდაც გავაკეთებ ჩემთვის და მithumetet ჩემი ქვეყნისთვის. ფანტასტიკური გადაწყვეტილებაა. ამდენი ხანი რომ თქვათ ის თანამშრომელი ვიყავი, გადაწყვეტა რომ ყოფილიყავი თავისუფალი, ეს იყო მეორე მიზეზი. ანუ დამოუკიდებელი და მესამე მიზეზი იყო რომ ყველა ემიგრანტი მეგონი ყველა დღე რაღაცა დოზით განიცდის მონატრებს. ხანდახან ამას სახელსაც ვერ აქვს, უბრალოდ რაღაცას განიცდი რა. და აი ამ სამი მიზეზის გამო გადავწყვიტეთ რომ ოკეი, მოდი რაღაცა გავაკეთოთ ჩვენი იმიტომ რომ საამაყო გვაქვს საქმეში. ნამდვილად, რამდენი ხნის წინ გადაწყდა ოლიკო ამ არაჩვეულებრივი გარემოს შექმნა? 2023 წლის სექტემბერში გავხსნე. თავიდან ეს იდეა განვახორციელე მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ ამის ფინანსური საშუალება არ იყო უბრალოდ რომ მარტო დავაკეთებინა. მე გადავწყვიტე რომ მინდოდა ჩემი ყოფილიყო, ანუ ყველაფერი ჩემ გონზე ყოფილიყო, როცა ვიღაც ერთად აკეთებ, რომ რაც არ უნდა იყოს, მაინც იწევს რაღაცების დათბობა. და გადავწყვიტე, რომ მარტო ჩემი ყოფილიყო და გავაკეთეთ სექტემბრამდე გავაკეთეთ dark kitchen-ში ქართული საწყობი. და ყველა დღე ვიღაცა ვირეკავდა და გქონდა მაგიდით დაჯავში. აი მაშინ მე უკვე მივხვდით რომ ლოკაციაც მჭირდებოდა და ნამდვილად ეს ის ინსპირაცია იყო რომელიც უნდა გამოგეყინებინათ აუცილებლად მნიშვნელოვანი ინსპირაცია რომელიც შემდეგ უკვე წარმატებაში გადაიზარდა და საამაყო საქმიანობაში რომელზეც ვამახვილებთ დღეს ყურადღებას და რა თქმა უნდა ყველას ერთად გვიამაყება განსხვავებული გემო და განსაკუთრებული სივრცე სადაც არ ერიდებიან შორი გზიდანაც კი სტუმრობას ქართული სამზარეულოს ბევრი მოტრფიალე შეიძინეთ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი და ყველაზე გასაოცარი იცი რა არის რომ ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო უკვე შეჩეული ვიყავი კომპლიმენტებს ქართული კერძებისთვის ეს კიდე ვთქვათ მეზობლის გაუზიარებ თუ რაღაცა სახში დამზადებულ კაის თუ ვიშკარ და ვიცოდი რომ ქართული სამზარეულო ამას იმსახურება მაგრამ ისეთი ხალხი დადის ჩვენთან ისეთი ეროვნების რომელიც მეგონა რომ არ შემოვიდოდა. ნუ იმ სიხშირე ყოველ შემთხვევაში რაც სიხშირეც დადიან. ანუ მსოფლიოს ყველა კუთხიდან სამყაროს ყველა მოქალაქე სტუმრობს აბარას.
ანუ ეს არის უნივერსალური ენა, რომელსაც საზღვრები არ აქვს, ასე გამოდის. აბსოლუტურად გეთანხმები. ვინო სასწავლო ნოციაში წავ, მე გაცილება ეს რომ რასაც მოგიყვები რა რეაქციები ქონდა ხალხს. ძალიან საინტერესოა, აქვე მოვყოთ რა რეაქციები ქონდა. ოლიკო. აი მაგალითად ყავდა იტალიელი ხალი, რომელიც აი ჩემს უკან მოგიდაფარი ის იჭდა და უცებ ოირის რომ მეცადა მამა მია უჩვენდა ხა ხდება მე ისე ყველაფერი რიგზიაზე 30 წლის ვაროდა როგორ აქამდე არ გამისინჯავს ქართული საზარალო გაიქცეული ბერტარი ასე თორბაჩევს ნივესალოდი კიდე ხმალავა შეძახეს ბერტარ გამა ამას კიდევ ბევრი ემოცია დაემატა და ბევრი შეძახილი მის შეძახილებს ხომ ასე? მე ხო არის სასწაული რეაქციები აფრიკელი და სხვათა შორის ის არის ფიზი არის ბევრი მაგი დააქვს ხო ამ მას მოხარებას უყურებ მაინტერესებს რა რეაქციას ექნება ხაჭაპურზე და როგორც კი ამ მასაკნეთი უკმა პირველი და ჩაიდო პირში და სიატეკეთ აი საერთოდ რეაქცია ის ინდუსტრიას არ მივდივარ და ლეკითხებიან აბა როგორ მოგწონთ იცი რა თქო ყველას თავისი ჟესტიკულაცია და ყველას თავისი ენა აქვს გამოხატვის და რაც თავარია ყველაფერი ერთიანდება ერთ ქართულ ხასიათში ანუ ის სიტყვა ჩვენ თქვა კარგი გემოები თქვა კულინარიის საოცარი გემოები ღვინოების სიტყვა აი მუსიკაც ყველაფერი ერთად გვაქვს მიტანილი მომხმარებელთან და არაფერი განსაკუთრებული ესეთი უბრალოდ არტისტების არაფერი არ გაგვაჩნია უბრალოდ ალბათ დიდი სიყვარული სასმის და აი კულინარიის და კულტურის რაც შეგვიძლია რომ მივიტანოთ ხალხთან საქართველოს სიყვარული ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას ის მონატრება რომელიც საწყისში ახსენე ოლიკო და რომელიც საქმეში და წარმატებაში გადაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს გვიამაყება ყველაზე მეტად რომ ქართული კულტურული ღირებულებების სწორი მიტანა ხდება სოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ეს არის საამაყო. გარდა უცხოელი სტუმრებისა, ქართული მომხმარებლებიც უხვად გყავთ მათ შორის ცნობადი სახეებიც როგორც ვიცი ოლიკო. მაგალითად მერაბ ნინძეკს სტუმრობდათ რომელიც ვიცი რომ აღფრთოვანებულია, აბარა პროცენტულად მათგან ქართველის რაოდენობა ზოგადად ამ ქვეყანაში ცოტა დაბალია. შესაბამისად რა უცხოელები უფრო მეტი შემოდიან ვიდრე ქართველები. მაგრამ რა თქმა უნდა ქართველები გვყავს თუ ვინმეს რამე ქართული დაწერება და ესეთი აი რაღაცა ესეთი განწყობით მოდის ყველა რა რომ აბა როგორია უკვე დასწრებიან გასიჭავე და ვაიმე რეაქციებს ისეთი მართლა თბილი რეაქცია აქვს აი ბესოთ განსო ესე გებრელად საქართველოში არ გვიჭამია და ეხლა ნუ ქართველი მას რო გეტყვის ხო წარმოვიდგინე ჩვენთვის ეს რაღაცა საოცრებია ეს ყველაზე დიდი შეფასებაა კი ბატონო წარწერები შენს უკან მერაბ ნინიძესაც აქვს ხელი მოწერილი როგორც ვიცი ადგილი აღარ დაგრჩათ სტენდზე მაინც ითხოვენ რაღაც მარკერებს და აწერენ უბრალოდ თხოვთ ხოლმე რომ იქნება და შანსი დაწეროთ არ გადააწეროთ სხვისა ჩვენ რო ახალი გახსნილები ვიყავით მაშინ იყო მერაბ მოსული და მერაბი რო დამოაწერა ხელი თქვა რომ იცო ერთხელ მაშინ რესტორანშიც სხვა რესტორანშიც მომაწერინეს ხელიო და მეორეჯერ რომ მივედი გადააწერილი იყო თუ გადახატულია და გაუბრაძი მერაბი დავყიდი რომ არა მოგცარი კიდევ შესაძლოა არავინ არ მოგიგებდა როგორც კი ვინმე სკალას ვიცით ეგრე ვაფრთხილებ აი აქ არ მიეკარო დანარჩენი საკაცკიდა წახავთ თუმცა ყველა წარწერას გულდასმით ინახავთ და იცავთ დარწმუნებული ვარ ოლიკო ოჯახში ხელოვანებიც გყავთ ეს ინფორმაციაც მაქვს ეს დახვეწილი დიზაინიც თქვენ შექმნით მადლობა დახვეწილისთვის ჩვენთვის ეს არის როგორი იცი ძალიან შინაურული დაბალი ბიუჯეტით დავიწყეთ შესაბამისად ყველაფერი ჩვენი ხელით დავაკეთეთ ერთი ორი მეგობარი რა თქმა უნდა ტექნიკურ ხარებში დაგვეხმარა მაგრამ ნუ გოგა უძლებ ხატვარია ჩემი ტუპებიც ხელოვანები არიან ერთი ხატვარი ერთი ფოტოგრაფი და მეც უბრალოდ მიყვარდა ეს ყველაფერი და ნიჭი მქონდა არ გავყოლილმა ჩვენი ხელით დავაკეთეთ მაგრამ იცი რა ეს ჩვენთვის იყო ძალიან ისეთი ჩვეულებრივი არაფერი განსხვავებული ანუ
მთელი თქვათ დახატული ეს დახატები იქნება თუ ფოტოები იქნება თუ ყველაფერი ნუ ისეთია რა it's okay და მე ხალხმა ისეთი კარგი ისინი დაგვიტოვა კომენტარები რომ მე დავაკვირდით მართლა ესეთი საყვარელია იმიტომ რომ ჩვენ ხო იცი ხან აი მისი ქართული საჭმელის არ იყოს საქართველოში როცა ხარ კარგას ყველაფერი თქვენ ვერ აფასებ ან არ არის ეს ხალხისთვის განსხვავებული და აქ რო ჩამოხვალ და ვინმე გაასიჯებს სხვადასხვა აფასებს ეს ჩვენი პატარა კუთხეც ისე ლამაზად შეგვიფასეს და ისეთი სიტყვები რომ მე ფრენს დავაფასებს დაგაფიქრათ და კიდე უფრო მეტად კარგად აღიქვით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დადებით მხარეზე ცხადია ბევრი დადებითი მხარე ბევრი სიხარული სითბო სიყვარული ოჯახური გარემო კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რომელსაც თითოეული სტუმარი გრძნობს თქვენ სივრცეში თუმცა რამდენად ბევრი წინაღობის გადალახვა მოგიწიათ უცხოეთში ქართული კულტურის დამკვიდრებისას იცი რა უცხო ქვეყანაში როცა გადაწყვიტავ ესეთი დიდი პასუხისმგებლობის აღებას და შენი ქვეყნის წარმოქმნას ეს იყო ყველაზე დიდი ჩვენთვის გამოწვევა არა რა თქმა უნდა ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა კი ბატონო და წინაღობას რაც შეეხება ბრიკლეინზე როცა გადაწყვიტავ ქართული რესტორანის გაკეთებას ერთგვარად იყო ეს თანამი გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ ბრიკლეინზე ხალხი ოდისგან მოდის ინდური, პაკისტანური სამზარეულოს დასაგემოვნებლად. და ყველა მეკითხებოდა რატომ აი დავაინც აქ. ანუ ერთადერთი ქართული რესტორანი, რომელმაც გადაწყვიტა რომ მოგოჩენილი იყოს შუაგულ ბრიკლეინში და აქ ინდური მუსიკების და საჭმელების სუნების მეტი არაფერი არ ახსენე. იმიტომ რომ ძალიან მიმზიდველი კუჩაა. იცი ისეთი ხელოვანები წავსე, ყველგან მიროლებია, დახატებია, ჯაზ ფესტივალებია და სულიერად მომიზიდა აქაურობა. არტუბანი ბრიკლეინი. მაგარი და ნუ ჩვენ სიტყვაზე აი რომ გადავწყვიტეთ აქ გაკეთება რესტორნის წინაღობა როგორც ასეთი არ მქონია, მაგრამ აი შიშის მომენტი მწოდა რომ აი უვიდა რაღაცა არ გამოვიდეს, იმიტომ რომ ლოკაცია ცოტა უცნაურია. ჩვენ და გასაკვირად ისეთი თანაგრძნობა ვიქცენით ადგილობრივი რესტორნებიდან ერთი ადგილობრივი მერიც მოვიდა მომილოცა ადგილობრივ გაზეთშიც გამოგვაქვეყნეს ბატონო ისეთი ხარდაჭერა ვიმძადი რომ მე გავწვდი აი მართლა ასე რომ წინააღმდეგობა როგორც ასეთი უპიმაზე მე ნაკლები მქონდა ვიდრე მეგონა რომ მექნებოდა. ხო, რა თქმა უნდა, როცა უცხო ქვეყანაში აპირებ საქმის გაკეთებას, ხადია, ამას კიდევ თავისი ბიუროკრატიულ მიმართულებებთან ერთად თავის ხასიათი აქვს, რომელსაც წინაღობები მოაქვს ხანდახან, ხშირ შემთხვევაში, თუმცა ძალიან მახარებს, რომ ამ შემთხვევას აცდით დაერიდეთ, გარკვეულწილად იმ მოტივაციით და იმ ენერგიით, რომლითაც შექმნით არაჩვეულებრივი სივრცე, რომელშიც ვისურვებ, რომ ძალიან მალე გესტუმროთ. თუმცა, აქ გვაქვს კიდევ ერთი სიახლე ოლიკო, რომელზეც უკვე დაიწყეთ მუშაობა. რა განმასხვავებელი ნიშა ექნება სიახლეს და რას გულისხმობს ეს სიახლე? პირველ ჩვენ საბადაში რადგან ცოტა ფინანსურად ჩვენს კულტურები ვიყავით, ჩვენ ფანტაზიას ესეთი იდეის ვერ მივეცით დასაფრანგო. ამიტომ ურამე ოდესმე დამბადებია ამ წლის განმავლობაში, ახალაბარაში უნდა განხორციელო აუცილებლად. მინდა რომ შემომსვლელმა აუცილებლად პირველი ვაუჩვას, მეორე ქართველმა სტუმარმა არა მარტო იცნოს, შეეფოს ქართულ რაღაცებს, ჯერ ვერ ვიტყვირეთ. და აუცილებლად ეს უნდა იყოს ინგლისელების ის არის გამოდაწყობი one of a kind, ანუ ის მაგლარი რო არსად არაფერი არ არსებობს. ეს უნდა ითქვას აუცილებლად. დეტალის მერე გამგაცნო, ხო? პირობას დავიტოვებ, რომ ამ დეტალებს აუცილებლად გამეცნობ და თავად ვიქნები მომსწრე ამ დეტალების და აღფრთოვანებულიც ცხადია, დარწმუნებული ვარ. უცხოელები სწავლობენ ქართულ ხასიათს თქვენთან და მგონი ქართულ ენასაც. როგორ იქნება ეს ურთიერთობები აბარაში? პირველ რიგში ყავს თანამშრომლის სამზარეულოში, რომელიც არ არის ქართველი, პარტნიორი, გოგო უსაყვარლესი და ისე კარგად ლაპარაკობს ქართულად. რაღაცებს თქმა უნდა ყველაფერს ვერა, მაგრამ
მან თვითონ გამოთქვა ეს სურვილი და ეხლა აჩვენებთ მოხარებელს ვასწავლით გაუმარჯოს მადლობას ანუ ისეთი თავარი სიტყვები რომელიც თავარი სიტყვები თვითონ რომელსაც კითხულობ და ეს როგორ ვქვა და რა თქმა უნდა გაუმარჯოს ვყავ გვეუბნებია რომ ვაპატიეთ თუდად გამოვხდით მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე იცი რა არის ეს ჩვენი ხასიათი ყველა თანამშრომლის იმდენად ისეთია გადამდებია ქართული სუფრა ხო იცი როგორიც არის ხო თქვა მართლმოყვარეობა ჩვენთან ეს ყველაფერი იმდენად ღმერთებს ყველა ჩვენთაგანში რომ აი მართლა ბაზიარებ ამას რა აი ბუნებრივად ამისე ძალით არის წადი ყველა ვინც მოდის მიდის და უდიდესი გემილი და აუცილებლად გიბრუნდება ძალიან ბევრი გიბრუნდებათ უკან და ძალიან ბევრს უნდა აბარას კიდევ ერთი ახალი სივრცის შეგრძნება, რომელიც ძალიან მალე იქნება და დეტალებს ჯერ არ ვამბობთ, თუმცა დავიტოვებ პირობას, რომ არეალში გავაკეთებთ ექსკლუზიურ გახსნას ახალი სივრცის. ხომასეა. აბარა. თქვენთვის განსაკუთრებულ ღვინოზე მინდა გკითხოთ, ოლიკო, ვენერა. რომლის პირველი ბოთლი აქ, სწორედ აი აქ, თბილისის ძველ უბანში ჩამოისხა. როგორია ვენერას თბილი ამბავი და რამდენად ბევრი ბოთლის მომარაგება გჭირდებათ მოთხოვნის სიხშირის გამო. ქართულ ღვინოზე მინდა გავამახვილო ასევე ყურადღება და იმ თავარ ხასიათზე, რომელსაც ვენერა ატარებს. ვენერას ღვინო ჩვენთვის არ არის როგორც სახელი ეს ჩვენთვის ნიშნავს სიყვარულს, იმიტომ რომ ისეთი ადამიანის დამზადებულია ეს ღვინო, რომელიც იმდენად გვიყვარდა ყველას, რომ მე მაგალითად ჩემი გადაწყვეტილება რომ გამეცნოს ხობი და არა რესტორანი, შეიძლება იმიტომ რომ ვენერას ღვინო რომ დაიშალა სხვა გზა არ ქონა ისიც ქონა ამასხოლები. ანუ გოგას დედა რომელსაც დაიწყო თბილისში, მერიდაში, შუა გულში, ღვინის დამზადება პატარ-პატარა მგოვრები ჩაყარა ეზოში და გააკეთა ისეთი ხარისხის სახერავი ცხოვრებში, რომ აი ახლა დაიწყებული. ეს არის ჩემი ვენერას ღვინო. აი ღვინო. ვენერა, ღვინო რომელსაც ამდენი ხანი ვისაუბრეთ და ის არაჩვეულებრივი ისტორიის მატარებელი თითოეული ყლუპი. შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომელიც ნამდვილად საამაყოა. მოთხოვნაც მაღალია ვენერას ღვინოზე, ხომ ასეა? ვენერას ღვინოზე მაღალია, მაგრამ ჩვენ რადგან შეზღუდული რაოდენობით გვაქვს ეს ღვინო, limited edition რადგან არის, მისი ფასი შესაბამისად მაღალია. ანუ ველამოხარებელი მაკვინას ვერ მიწდება ფასით, მაგრამ ვისაც აქვს რა თქმა უნდა იმის ამბიცია რომ რაღაცა მართლაც ხარისხიანი და ეს სახში დამზადებული აუთენტური ისეთი სუფთა დალიოს ყველა მიიღებს და მე ისე რომ ცოტა გვაქვს ეს პროდუქცია ბევრი არ გვაქვს ამიტომ ისე განსაკუთრებულია მე ამაზე აუცილებლად უნდა გამემახვილებინა ყურადღება ოლიკო ამ განსაკუთრებულ სახასიათო მიმართულებაზე რომელსაც ძალიან ბევრს ატარებთ ასეთ სწორედ სახასიათო მიმართულებას თქვენი შემოქმედებითი სივრცით თამამად შემიძლია ვთქვა რომ თქვენი სივრცე არის შემოქმედებითი სივრცე იმ სიყვარულით გაჯერებული რომელიც გეტყობათ თითოეულ დეტალში სივრცეში რომელიცაც ვათვალიერებთ ახლა მაყურებელს აქვს საშუალება რომ დაათვალიეროს ეს სივრცე რომელი კერძი სარგებლობს განსაკუთრებული მოწონებით ვიცი რომ ყველა კერძი ერთი მეორეზე უკეთესია მე მომხმარებლები გამოვკითხე სხვათა შორის ოლიკო და მითხრეს რომ ვერ გამოვარჩევთ ვერც ერთ კერძს ვერ გამოვარჩევთ ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა ცხადია თუმცა თქვენთვის რომელია თქვენი დაკვირვებით გამორჩეული კერძი აბარაში მართალია და რთული იქნება ერთი გამორჩევა მაგრამ ალბათ სამს მაინც დავასახელებ ეს არის გაძახეული ბიჭანი ხალხანა კერძებში არის აჭარული და რა თქმა უნდა სინგალი ერთ ისტორიას მოგიყვები ხშირად ყვები ამ ისტორიას რომ მართლა სასწაული იყო ჩემთვის გადახოლ ბარბიჯანს
ვაცნებთ საშიში შესული იტალიელ ქალბატონს, რომელიც ესეთ ჯოხით მოვიდა შულთან ერთად. და თქმა უნდა, ეხლა პირველად მივიყენებთ გადახურული პადრიჯანი, რომელზეც უჩი მივედი, რომ მეკის ბაბა, როგორ მოეწოდა ჩვენს იტალიელ ქალბატონს, ჩვენი პადრიჯანი და ხელით ჩვენ ჩაიწვდეო, მოვიჯეთ გვერდზე და მეუბნება ინგლისურად მიცდის, რომ ჩვენთან იტალიაში ერთ-ერთი გამოთქმა არის, რომ ვედი ნაპოლი პოი მორი. და იტალიურადაც არაჩვეულებრივად საუბრობ, ოლიკო. და მიხსნის რას მეუბნება, ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ გოლდსმის გამონაკლისად მე ვნახე ნაპოლი და შემიძლია ბედნიერი მოვუკვდე. ანუ თალი მეუბნება, რომ ეხლა მე შემიძლია ბედნიერი მოვუკვდე, რაც ეს პატრიჯანი გავსწრებ. ამაზე დიდი კომპლიმენტი არ არსებობს. ეს ისტორია ქართულს ნამდვილად. დაკავშირებით მე არ გამაჩნია. მე აქ არეალიდან მინდა იდეა მოგაწოდო, ოლიკო, რომ შექმნათ საინტერესო აღმწერლობითი წიგნი, სადაც იქნება ეს ყველა ისტორია გაერთიანებული და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესოდ წაიკითხავს თითოეული მკითხველი და შემდეგ რა თქმა უნდა პრეზენტაცია აუცილებლად არეალში უნდა გავაკეთოთ. ბევრი გაქვთ მოსაყორი და ერთ გადაცემაში ვერ ჩავტევთ იმ მთელს მიმართულებებს, რომელიც ნამდვილად საამაყოა და დიდი მადლობა თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯისთვის. რა გეამაყებათ ინგლისში მიღწეული წარმატების ფონზე ყველაზე მეტად, ოლიკო? ალბათ ყველაზე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ესე სუბიექტურად ვთქვათ გადაწყვეტილი კერძები ყველა სამზარეულო ჩემი აზრით ძალიან სუბიექტურია რა ან ფლობელის ან მზარეულის ემთხოვა ჩვენი მომხმარებლის გემოვნებას და საერთოდ ლუქსების რომ თავს ვიჭირს საყვარელი კერძის ამორჩევა ანუ ბევრი რაღაცა მოსწონთ ესეთი რაც მეამაყება ძალიან მეორე ის რომ ვინც ერთხელ მოდის აუცილებლად ზრდება აუცილებლად ვინმე ხასთან ერთად ან ოჯახის წევრი ან მეგობარი ეს მეამაყება და აუცილებლად ვიტყვი იმასაც რომ ბრიკლინზე ამ ინგლისურ და პაკისტანურ კულტურაში რომ ქართული რესტორანი ესე ყავს ეს ყველაზე ძალიან შემაგრება ყველა გარშემოვი, ყველა მოდის, როცა გარეთ თქვა სიგარეტს ეწევა, ყველა მოდის და მე აი როგორ შვებით ამას, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი მომხმარებელი გვყავს, ვიდრე იმათ და ისინი წლები აქ არიან. ძალიან მნიშვნელოვანია. მართლაც იყო გაგვეცდები. ჩვენ ამ ემოციას ახლა ვგრძნობთ, თითოეული მაყურებელი დარწმუნებული ვარ გრძნობს ამ ემოციურ აღფრთოვანებას. რომელიც ნამდვილად გადამდებია და მე დავიტოვებ პირობას რომ ხშირად ვიქნები ასეთ ემოციებში და აღფრთოვანებაში თქვენი საქმიანი ნაბიჯების და თქვენი კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ელჩობის ფონზე. არეალში კვლავ იქნებით ელჩი, მე მინდა დავიტოვო პირობა უკვე ახალი რესტორნით, ოლიკო, ხომ ასეა? დავიტოვოთ პირობა? აბა რა, ძალიან დიდი მადლობა. იმ ემოციისთვის, რომელიც გვაჩუქეთ იმ მუხტისთვის, რომელიც ნამდვილად მაინსპირირებელია, დღეს სხვათა შორის პირველი რუბრიკაა არეალში ელჩიას და თქვენ ხართ გამხსნელი ამ რუბრიკის და ძალიან მახარებს, რომ სწორედ ასეთი პომპეზური გახსნით დავიწყეთ არეალში ელჩია. მადლობა შენ და აუცილებლად ჩამოხვიდა ჩემთან. ამ აბარაში არა მეურში. ორივეს მოვინახულებ, როგორც კი ჩამოვალ. მე ამ სიამოვნებას ვერ გამოვაკლდები ვერც ერთი წამით. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და გელოდებით კვლავ არეალში. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა გონცა. არეალში ელჩია. ახალი რუბრიკა და მადლობა ყველა ემიგრანტს, რომელსაც ქართული სიყვარულით ტარება შეუძლია.